სადღაც წამიკითხავს და მომისმენია რომ ტელემაქე არის ერთადერთი არასტატიკური პერსონაჟი, იმიტომ რომ რაღაცა ტექსტის დასაწყისში რომ ტირის რაღაცეებზე, ტექსტის ბოლოში მაგას არასდროს გააკეთებდა რა, ანუ იმ მაგ ელემენტს დაკარგავდა. მაგ განბავთან შეიძლება რომ ტელემაქეზე ვიფიქროთ რომ ერთადერთი არასტატიკური პერსონაჟია. არ ვიცი, მე სიმართლედ ეგეთი გამონაკლისების არ მჯერა, თუმცა მესმის რომ ეს მოსაზრება შეიძლება ლოგიკური იყოს. ხო, მაშინ შეიძლება რომ უბრალოდ დავუბრალოთ იმას, რომ ტელემაქეს ვერ მოუხერხებია აღმოეჩინა ის გზა, რომელზეც უნდა იაროს ჯერ. მე ვხვდები რითი რა შეიცვალა ტელემაქეში დასაწყისსა და ბოლოს შორის. ანუ აი ჰამლეტთან ცუდი პარალელი გამოდის, მაგრამ ცოტა ჰამლეტს რო შევადაროთ რა, რომ ტექსტის დასაწყისში ჰამლეტი როგორიც არის, რომ ანუ სუსტია, ის ვერ ახერხებს გაბრძოლებას, ასე შემდეგ, მაგრამ ტექსტის ბოლოს ის არის დაუნდობელია, ყველა მეორეს კლავს ვინც შეხვდება, რა. და ტელემაქესთან საერთოდ ეგ პრინციპი ჯდება, რომ ტექსტის დასაწყისში მას ძალა არ გააჩნია. არ ვიცი, იმიტომ რომ მაშინაც როცა კლავს ტექსტში სულაც არ არის ცხადი, რომ ძალა გააჩნია. ეგ ნიშნავს.